გაინტერესებთ არაფერი, საქმეც ეგ არის. ლაპარაკო და არ გაინტერესებთ. რა არ მაინტერესებს? კადრები გიდევთ. რა გავაკეთოთ? ვინ მონაწილეობდა ვიცი? სრულოს და მე ვფიქრობ ძალიან. ამ ყველაფრის დაგეგმაში ვიცი ვინ პრეზიდენტი? ვინ ჩვენი პრეზიდენტი? მოიტანეთ მტკიცებულებები და მეც ვთქვი რომ მტკიცებულება აღარ ჭირდება მე. რა მტკიცებულება? ფაქტები. რა რისი? რომ პრეზიდენტი გეგმავდა ამ წამებებს? პრეზიდენტმა იცოდა ყველაფერი. ამოიღეთ ის ჩანაწერები ბატონი მერაბიშვილის, სააკაშვილის, ბოკერიას, ადეიშვილის ფოტოგრაფები რო იყვნენ დაპატიმრებულნი და დაპატიმრებული ფოტოგრაფები და ჩანაწერები რო გავსწორდა სატელეფონო. ამოიღეთ და გაიხსენეთ დიალოგი. როგორ უყვებიან ერთმანეთს უმნიშვნელო დეტალებს. მე უნდა ყოფილიყავი თუ არა ბატონი აბდალაძის ადვოკატი, ამას წყვეტდა ბანო მერაბიშვილი და ათანხმებდა მიხეილ სააკაშვილთან. რა მტკიცებულება გინდა? მე როგორ შეგიშლიდათ ხელს რა შემიშალა, როგორც შემიშალა, შევიდა აბდალაძესთან და დააწერინა ჩვენება, რომ არ ჭირდება მას ეს ადვოკატი. აბდალაძე რომელიც ჩამოვიდა ჩემთან აი ესეთი ჩანაწერი გააკეთა ჟურნალში. რაზე საუბრობთ? არ ვიცი და. რაზე საუბრობთ? თუ გაინტერესებს მოგიყვება. არ ვიცი ხა ეგედა. სხვა საქმეზე გადავედით რა და ამ კონკრეტულ საკითხს დაუბრუნდეთ ხო? კი, გადავედით სხვა საქმეზე. ფაქტებიდან შედგება. კარგი, ბატონო, მოდი კითხვას დავსვამ. რადგან უცირესობაც ამბობს. პრაგმატულად კი ნუიხილავთ. მათ ინტერესშიც არის. კითხვას მე დავსვამ ძალიან გთხოვთ და ბატონეკასთან შეკითხო და მე თქვენთან. ბატონეკა. პრეზიდენტმა რომელსაც ყველაფერი იცოდა. ას ნიშნავს ყველაფერი იცოდა? არის რა განცხადება? შეიძლება დავსვა უკაცრავად. უმცირესობა როდესაც ამბობს. წინადადებას თუ არ დამასრულებინებთ, ეს მე მაფიქრებინებს, რომ უბრალოდ არგუმენტების მოსმენის გეშინიათ. მე? კარგი, ბატონეკა. საუბრობთ ჩვენ რასთან გვაქვს საქმე. ფრაგმენტულად არ შეიძლება ამ მოვლენების განხილვა, ეს არის ერთი მთლიანი მოცემულობა. რა არის ეს მთლიანი მოცემულობა? მე შემთხვევით არ გავიხსენე ცოტა ხნის წინ ფოტოგრაფების საქმე. რატო არის ეს ნიშანდობლივ? აი ამ სატელეფონო საუბარში, რომელშიც უმაღლესი თანამდებობის პირები მონაწილეობენ, პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი. რა ანეკდოტს უყვებოდა, ესე იგი, ბანო მერაბიშვილი უყვება ანეკდოტებს სააკაშვილს სატელეფონო საუბარში და რასაუბნებოდა აბდალაძესთან შესული მეუღლე, ამას უყვებოდა პრეზიდენტს, ამ დონეზე დეტალებში იცოდა მან რა ხდებოდა ციხეში. დავასრულებ, ამით იმის ხმა სულ ძალიან ნათლად ვამბობ, რომ დეტალებში იცოდა მან ვინ შედიოდა, რაზე ელაპარაკებოდა პატიმარს და რა ხდებოდა მის ირგვლივ. დეტალებში იცოდა და ამ დეტალებს მე ქვეყნის პირველ პირს უყვებოდა, ამისთვის რომ ეცალათ საერთოდ ეს არის ჩემთვის გამოუგნებელი. ამით იმის ხმა მინდა, რომ ეს ერთი მაგალითი ცხადყოფს, რომ ეს არ იყო ის სისტემა, რომელსაც პატრონი თავში, ანუ მინისტრი ვერ აკონტროლებდა. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ საქმის კურსში იყო უშუალოდ მაშინდელი პირველი დაწუნებული ვარ, ვიცნობ რა ამ სისტემას, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც 15 წელი პირდაპირ შემხებლობაში ვიყავი სამინისტროსთან, პოლიციასთან, სასამართლოსთან, ციხესთან და აბსოლუტური დარწმუნებით, ფაქტებით ვლაპარაკობ ამას. ეხლა რაც შეეხება რა არის ამ ყველაფრის რეზიუმე? რეზიუმე არის ის, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები ქმნიდნენ სისტემას, სადაც ადამიანი იყო არა რაიმე ფასეულობის მატარებელი, ეს იყო საშუალება, რომ მათი ძალაუფლება ყოფილიყო ურყევი. ამისთვის ყველაფერზე მიდიოდნენ, აუპატიურებდნენ, აწამებდნენ, შეურაცხყოფდნენ, სიცოცხლეს ხელყოფდნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ ის ადამიანები, ვინც იდგა სათავეში. და ვინ ამაზე საუბარი რომ დაისაჯონ ისინი მკაცრად, მათ ეს იცოდნენ, შეიძლება უშუალოდ მე არ ვამბობ სააკაშვილი მონაწილეობდა პირადად ამ წამებაში თუ არა, მე არ მაქვს ეს კადრები. წამება იცოდნენ? ეს კი იცოდა სააკაშვილმაც, მერაბიშვილმაც. შეგიძლიათ ამაზე გითხრათ კონკრეტულ მტკიცებულება მოიტანოთ? კი, და გარდა ამისა, მტკიცებულებებია. მაგალითად როდესაც უშუალოდ მინისტრის ბრძანებით 26 მაისს დაარბიეს და ადამიანების სიცოცხლე ხელყოფდა. წამებასა და 6 მაისს წამება არის ის 6 მაისს, როდესაც დავასრულებინ ერთი წუთი, არაფერი ერთი წამი. სხვა საკითხი არის. დაასრულეთ და 6 მაისს ერთი წუთი. გისმენთ. როდესაც გამოიყენა პოლიციამ პლასტიკური ტყვიები და ადამიანები შუბლები დაუხრიტა და რამდენიმე თვალები დათხარა, ვისი ბრძანებით მოხდა უკაცრავად. როდესაც 15 ივნისს შეათრიეს პოლიციის სამმართველოში
ასობით ადამიანი, იქ იყო 99 ადამიანი, ნაცემი და ნაწამები სასტიკად ცემეს. იქ დაკავებული ადამიანები, სისხლის გუბეები იდგა და ისინი გადაიყვანეს სასამართლოში და მოსამართლეებს დააპატიმრებინეს ადმინისტრაციული წესით ნაწამები ადამიანები. ეს არიცოდა არავინ? ჩვენ არ ვლაპარაკობთ ორღობეში მომხდარ დანაშაულებებზე. ჩვენ ვლაპარაკობთ სასამართლოში, პოლიციაში. კარგი, ხალბატონებად, ამოგადებას ნუ ახდენთ.